აი, ოღონდ მოსახურება რატომ გადაწყვიტე, ანუ მე ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს ჯერ და მაინტერესებს უფრო მეტად. ხო, რატო გადაწყვიტე და ზოგადად ճაკეტილობაში მე რაღაც იდეები მოვდის რა, ფიქრისთვის რო ჩდება და ჯერ ერთი Zoom სისტემას ვიყენებდი, იქამდეც ճაკეტილობამდეც ვიყენებდი და აი მაგრევ კარგია სწავლისთვის და შემდეგ ინფორმაციის მისაღებად და მე უკვე პროაქტიულად დავიწყე და თან ახლა ხალხთან ურთიერთობაც მომენატრა რა და სულ არაფერს ესე Zoom-ით მაინც იმას ვიზავ თან ყველა სალია, ახლა სახში ხარ, გიდა არ გიდა, საწახვალ და მე კიდე ესეც მოვიდა იდეაც რომ ვიბარებ, უფრო საინტერესო რო გახდეს ხო, ესეთ რაღაცა, დავამატე რომ ბოლოში ადამიანები თავის მომავალ-მეს, თქო ჩეთობინებას უტოვებენ და თავის ხედვას ხო, ანუ როგორ წარმოუდგენიათ, აი 5 წლის შემდეგ სად იქნებიან, რა ხდება, როგორ ხდება და მე მისთვის საინტერესო იქნება უკვე 5 წლის გადმოსახედიდან უკან რო გამოიხედება რა ხდებოდა, რა აზრები ქონდა, როგორი ცხოვრება და ასე შემდეგ. მაგრამ აი იდეა იყო და დავიწყე რა და მე პრაქტიკა მაჩვენა რომ მართლა კარგი გამოვიდა. იმაზე უფრო საინტერესო გამოვიდა, ვიდრე რომ მეგონა იმ საუბრებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობდა ახლა ამ დღეებში რა და ლამის ახლიდან გავიცანი ხალხი რა და ესეთი საინტერესო იყო რა. მაგხრი რა. კაი, აბა როგორ მიდის შენი 20-20 რა ხდება? ხო, ჩემი 20-20 საკმაოდ დატვირთული არის. იცი როგორ არის? თავიდან გამიჭირდა იმ კუთხით, რომ ზღვარს ვეღარ ვავლებდი, რახან სახლში ვიყავი, სულ მუშაობდი და აი განვითვა აღარ მქონდა საერთოდ, მე ეს ნერვებზეც აისახა და მივხვდი, რომ ცოტა პირადი დრო უნდა გამოვყო და ის რომ სახლში ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ სულ უნდა ვიმუშაო და ახლა მაგალითად ბოლო პერიოდია, თითქმის ყოველდღე ვცდილობ, რომ რაღაცა საახალწლო ფილმს ვუყურო და განვიტვირთო. აჰა. გარეთ თუ გადახარ ხო? ძალიან იშვიათად. ეხლა დღეს ვიყავი გასული, რაღაც საქმეები მქონდა და ბარემ მოვილიე, თორე ისე ალბათ თვეში ერთხელ თუ გავდივარ ხოლმე და აი ეს მახსოვს, რომ ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი გამოსული, მე მგონი სადღაც 2 თვე. და რაღაც საქმეზე გავედი და გავიარე მაღაზიასთან, ან ბაჩო ყიდულობს ხოლმე პროდუქტებს და მე არ მიწევს და აი იმ გზნობამ გამაბედნიერა, რომ შემეძლო რომ მაღაზიაში შევსულიყავი და რაც მინდოდა ის მეყიდა. აი ეგ რაღაცა პატარა ყოველდღიური თემა დავაფასე ამ პერიოდის გამო. რაღაცა რუტინულად რაც გეჩვენებოდა, ეხლა სხვა მოყამა. კი, აი მაღაზიაში მე ზოგადად შოპინგი მეზისღება და მით უმეტეს ეხლა პროდუქტების მაღაზიაში შესვლა გამოსვლა საერთოდ რუტინა არის ჩემთვის, მაგრამ აი ეგეც რაღაცა სასიამოვნოდ მომეჩვენა. ახლიდან შეხედე რა რაღაცებს, მაგრამ კარგი იყო რა. ანუ საბოლოო ჯამში მაინც ადაპტირება მოახდინე. ადაპტირება მოახდინე, თან იცი რა არის, მე სულ ამბობ ხოლმე რომ ინტროვერტი ვარ თქო, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ძალიან აქტიური კაფე, ბარი, კლუბი ყოველ შაბათ-კვირას, არავის არ ჯეროდა ამისი და ბოლომდე მეც არ მჯეროდა, სიმართლე გითხრა რომ ამბობდი ხოლმე მაგას და ეხლა ამ პერიოდმა დამანახა რომ მართლა ინტროვერტი ვყოფილვარ, იმდენად კომფორტულად ჩავჯექი სახლში, აი ეხლა ცოტა რა თქმა უნდა მინატრება ეს სოციალიზაცია, ნამდვილი ურთიერთობები, მაგრამ აი რომ გითხრა რომ რაღაც პირაზე ვდგავარ და ერთი სული მაქვს სახლიდან როდის გავალ და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, არა, მასე არ ვარ. სიტუაციური ინტროვერტი გეტყვი რა, იმ პერიოდში სულ მქონდა ხოლმე შფოთვა, რომ სადღაც რაღაცას ხომ არ ვაკლდები, ეხლა აქ რომ ვარ, იქ რომ მაგარი ხომ არ არის, აი იგივე რო არის, ხო იცი, იგის იქ უნდა და სადაც არ იყო, ეგრე ვიყავი ხოლმე და ანუ აი ამ ჩემი რაღაც შფოთვების გამო სულ მოძრაობაში ვიყავი, რომ აი რაღაცა არ გამომჩენოდა და ეხლა რო ვიცი არაფერი არ ხდება, ისე დამშვიდი, ისე დაწყნები. ხო, აი გარტები დავაგდეთ რა, ეს ჭიანჭველებით აღარა ვარ რა, რაღაცა ქაოსური გადარბენების ესა და რომ მოიცალე რაღაც საკუთარი თავისთვის ფიქრისთვის, შემიძლია სამithეს რაღაც. კი, გარკვევ, თვითგამორკვევისთვის, რეალურად ურთიერთობების გადავაფასეთ, აი ზედმეტი რაღაცები რაც იყო ჩვენს ყოველდღიურობაში, ყველაფერი ამოვიღეთ და ჩემი აზრით, როცა მე რეალურ ცხოვრებაში დავბრუნდებით, ალბათ იგივე რეჟიმით გავაგრძელებთ რა მართულად. ხო. ესეც დარჩება ახლა ეს მაგალითად
აი ხა მიხლა ხალხი რომ ონლაინ ბევრი რაღაცის გაკეთება შესაძლებელი არის და ეს გაგზავნება იგივე Zoom-ი იქნება თუ რაც იქნება. კი, გაგზავნება ყველა ვარიანტში. მგონია რომ ანუ რისი გაკეთებაც ესეც შეიძლება, ხო? აი ყველა დრო რაღაცა უნდა დაკარგო გზაში, ამაში და ანუ რაღაცები შეიძლება რა გაკონკურტოს ამან და აი არა, ანუ აი რა TBC-ს ახლა TBC-მ შესთავაზა თავის თანამშრომლებს, მაშინ როცა დაუბრუნდით, აი რაღაც პერიოდი ხო უკან გავედით, მაშინ შესთავაზა თავის თანამშრომლებს, რომ ვისაც სურვილი გაქვთო, შეგიძლიათ რომ სახლიდან იმუშაოთ და ვისაც არა, ოფისში მოდითო და მგონია როცა ეს ყველაფერი გადაივლის, იგივე პრაქტიკას ბევრი ორგანიზაცია დანერგავს და შემოგთავაზებს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, საიდან გვჩვენია მუშაობა. ხო, ანუ შეიძლება ვიღაცას ურჩევნია, სიტყვას ოფისში დავდეს ერთად და იქიდან იმუშაოს თუ შეუძლია რა და რა თუ საქმე არ ფუჭდება. ნუ აი მაგას მივხვდი თვალთა შორის, რომ ახლა არ ვიცი, ჩემი სამუშაო ცოტა სპეციფიური არის, ჩვენ დეველოპერული კომპანია ვართ და შესაბამისად ბევრად გაგვიმარტივდა ესე დისტანციურზე გადასვლა. და პირველი პერიოდი ვფიქრობდი, რომ შეიძლება თქო გაუჭირდეთ ბავშვებს და მთლად იმ დოზით აღარ იმუშაონ, რახან თავზე მენეჯერი არ ადგათ და რეალურად არ მოხდა მასე. ჩვენი ნაყოფიერება არ შემცირებულა არანაირად. ხო, არა, ეგრე არის, კი, მეც პროპორციები, კი, ეგრე არის, ანუ შეფსოც რო ესაუბრე, ონლაინ მუშაობს, ისე რომ პირიქით ზოგი კიდევ უფრო ნაყოფიერად მუშაობს და მოეწონათ. ეს სიტუაცია. აი ხა თქვათ მასე ვერ ვამბობ, რომ უფრო ნაყოფიერად თქო ეს მაინც ადამიანზე არის დამოკიდებული, ესე გენერალ ვერ ვამბობ, ანუ მე შეიძლება უფრო ნაყოფიერი გავხდე, მაგრამ ხა ჩემ ყველა დეველოპერზე მაგას ვერ ვიტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ შემცირებულა ჩვენი პერფორმანსი. ხო, ეს კარგია, კი, ბევრმა ვერ მოახდენა ეს ადაპტაცია, რაღაცა გაჩერდნენ, სავით გაჩერდნენ და რაღაცას ელოდებიან და ანუ ბევრს რო საუბრები, ბევრი ადაპტირდა და მოეწყო რა, ანუ ამხრივ კარგად იმასა. აითვის ეს ყველაფერი ადაპტაცია პრინციპში ისეთი რაღაცა არის, ყოველთვის საჭიროა რა ადამიანის ცხოვრებაში, სულ ისეთი საერთოდ არ ყოფილა ისტორიაში, რომ სულ ეს ერთ დონეზე მიდიოდა, შვიდაც ხნა რა თქო, სულ რაღაცეები ხდება კატაკლიზმებისა, ეს რაღაც სხვადასხვა ფორმით და ანუ თუ შეგიძლია რომ ადაპტირდე და მოერგო დროს, ეს კარგია რა. ერთგვარი ის არის რა, მკითხულობდი ამაზე. ადაპტაციური ინტელექტი ეგრე ეძახიან რა დღეს მაგითად აფასებენ ბევრ რაღაცას. კარგია რა, ანუ მაგხრივ გასავარჯიშებლად აი ეს პერიოდი გამოდგა რა, ბევრ რაღაცაზე მე თვითონაც მოსკენი მომიწია რაღაცებზე ადაპტირება ჩაკეტებობაში ესა და ტვირი აი ხა აი აქ მოვედით ადაპტაციის და იმაში, აი ხა შეფოდროს ვატარებ და ესეთ რაღაც იდეა წამისდა რა. რაღაცეებისთვის მოვიცალეთ რა, კარგად რა. ჩაკეტებობაში რა. ფიქრისთვის ნამდვილად მასე არის. შენ როგორც ხედავ ხოლმე გადავნებ თვალს, ან აქტიურად ვარჯიშობ, ხო? მოვიცალე, კი, მეც დავიწყე პანდემიერ საკურსი, ხო, დავიწყე და მოვიცალე ხო მაგისტრის ამ თუ არა და ვიყენებ. ხო, აი მაგისტრის ვერ გამოვნახეთ რა და კიდე ცხობისთვის, აი პირველ ნაკადზე გახსოვს ყველა რა ძალიან მაგარ რაღაცებს დებდა ხოლმე. აი ეგ ჩემს ყოველდღიურობაში ვერ შემოვიტანე. ანუ ვერ უმოღამებ თუ დრო ვერ გამონახე. დრო ვერ გამონახე. მაგასაც ესა ხო ანუ ნუ შეიძლება ძალიან რო ვუმუღამებდე რამენაირად დრო გამონახა რა. ეგეც არის კი. კი, ეგეც არის კი. დროს გამონახვა შეიძლება კი რაღაცისთვის. კი, შეიძლება. მეც ანუ ეგრე ვიყავი და მე ერთი რომ მოსუნჯე უცებ გამისტორდა და ისე გადავალაგე ხარ დრო რომ მაგისტრის ვიტოვებ რა დროს და კარგია რა. როგორც ჩვენ თქვი რაღაცები გადავაფასებთ და ისაო. აი ეგ არის რა მაგ პროცესის ნაწილი არის რა პრინციპში და. კორონამ შედობიანად ჩაგიარა ჯერჯერობით გვერდით. თუ სამჯერ დავაკარგო. კი, რავი, ჯერჯერობით ჩემს ოჯახს არ შეხებია. ძალიან ნერვიულობს სიმართლე გითხრა, მით უმეტეს ჩემი მშობლები ასაკიანები არიან, ბაჩოს მშობლებიც ასაკიანები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავებსაც და მათაც. ნუ ეს სტრესი არის, რა თქმა უნდა. უნავს ამაზე ფიქრი, ამაზე მუდმივი ხელა, წასვლისას და მონახულებისას ეს თვალს გადავავებ ხოლმე საკუთარ ცხოვრებას, ვინმე სხვა შევხვდი კურიერიზე მეტად ახლოს ვარ ნახე ან რაღაცა ეგეთი და მერე გვიმდივარ ხოლმე. ხო, კი, ახლა ეგრე
თუ ძალიან წახვედე ფიქრებში სტრესული არის. დედა ჩემი სხვათა შორის იმდენად ისედაც ძალიან სისუფთავის მოყვარული არის, აი ისედ მეტად და მე მაგიტო ცოტა ფეთხუმი ვარ. ანუ პეტრობა ბავშვობა. ხოდა აი დედა ჩემი დღემდე პარკის პური რომ არის და რაღაცები იმათაც კი რეცხავს და ასუფთავებს და რავი. თქვენ როგორ ხართ? ჩვენ მარტო ცხოვრობთ ოჯახთან ერთად? არა, ჩვენ სამი ვართ რა. დედა ჩემი და ჩემი. სამი. და მშვიდობიანად, ხო? კი, ჩვენს მშვიდობიანად რა. ამ ფიქრობ ესე გადავაყურებთ რა, მართლა ყველა სკოლაში ხდება. ხო, ნუ. ხო და. ეხ ყველაზე მეტად რა გენატრება? აი რომ გადააწონე, გადმოწონე, აი მოსკენი აწონე. ყველაზე მეტად მენატრება რეივი. ეს კლუბებში წასვლა და მთელი ღამე ცეკვა. და აი გამოთავისუფლება სტრესისგან, ყველაფერი ნეგატიურისაგან, აი ძალიან ისე ყველაფერს ვიშორებ ხოლმე და სიცოცხლით და ენერგიით დატენილი ბრუნდები ხოლმე და აი ეს მენატრება. მით უმეტეს აი Facebook-ზე ვიღაცები ვიდეოებს რომ აქიარებენ ხოლმე ოზორას ფესტივალის ვიდეოები რომ დებს აი მაგ დროს ძალიან მინდება. ხო, კი, ასწორებს კი, აი აი ეს ცოცხალი კონტაქტი მაინც ხო არის რა, ენერგია რაღაცა ის არის რა. კი აი მარტო ეგ მენატრება ესე მძაფრად თორე ხანდახან სხვა რაღაცები მენატრება ხოლმე იმ წუთში ძალიან მომინდა შეიძლება რაღაც მაგრამ აი ეს არის რაც ესე თუ ისე მუდმივ ფონად გასდევს ჩემს ყოველდღიურობას რომ აი რა კარგი იქნებოდა რამე ივენტზე ახლა შეგეგან დიდად არ გიყვარს ხო რამდენჯერ მე ვარ რა რამდენჯერ წავედი გამისტორდა მაგრამ ხა ხშირად დავდივარ ხო არა რამდენჯერ ერთხელ ახალ წელსაც კი შევხვდები წავედი სახში რა და დავავეთებთ რაღაცა პასიენცია და აი იყო რა რამდენი წავედი გავალ მე და ბაჩოს გამოყვევი ერთ კი არა რამდენი წავედი კარგი იყო რა გამისტორდა ანუ კაი მოხდი კაი არა ანუ მოყავს უჭერ თუ მივდივარ ვისტორდება რა მაგრამ ისე რომ აი ხარ შე როგორც ხარ ხარ ის რო გენატრება ეგრე არა უფრო უფრო ცოტა სხვა რაღაცები აი ბევრი ხალხი რაღაცა აი სტადიონი რაღაცა ისეთი კონფერენცია აი ცოცხალი მოხდი რა აი ეგეთ რაღაცები უფრო მენატრება რა ასე ვთქვათ შენ სპორტით მიყვარს ხო თან მახსოვს რომ რაღაც ფეხბურთის ამბებს აშენებდი და ხო კი აი მე ძალიან არასპორტული ვარ ყველანაირი სპორტული ხომ ისება ჩემთვის ინტერესმოკლებული არის სამაგეროთ მოგზაურობა სამაგეროთ მოგზაურობა მიყვარს ძალიან კი მოგზაურობაც მომენატრა ეგ როგორ გამოვიდა როგორ გამოვიდა მოგზაურობა ძალიან მომენატრა აი ხლა ვიღაცები რაღაც ტურებს დებენ მალდივებზე წასასვლელს და რაღაცა აი ხლა ტურები კი იანვარში ნებიერიძე რომ არის ეგ აკეთებს და აი კიდევ ვფიქრდი რომ მეთქი ხوار წახვიდოდი სამი მაგრამ მივხვდი რომ ამ პერიოდში არ მიღირს ის ნერვიულობა და ყველაფერი რაც კორონასთან არის დაკავშირებული არ არის ხო რა ისე კარანტინე მე რაღაცა სავალდებულო და ისე არ შეგერგება რა ისე ხო არა არ შეგერგება თან ახლა იმაზე ფიქრი რომ იქ სადღაც ინდოეთთან კორონა დაგემართოს სად მიდიხარ ვინ პატრონობს მაგაზე ფიქრი ხო სამწუხაროდ პირველად როდის იყავ სხვათა შორის დიდი ვიყავი სადღაც პირველი კურსი მეორე კურსზე ვიყავი მე მგონი მანამდე არ ვიყავი საერთოდ არსად ნამყოფი და წავედი დაქალთან ერთად ბუდაპეშტში ჩემი უახლოესი მეგობარი არის, მაგრამ მან მივხვდი რომ მოგზაურობისას ყველა უარყოფითი თვისება რაც შენ გაქვს და რაც შენს პარტნიორსა, ყველაფერი ეს ზედაპირზე ამოდის და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ზუსტად ერთნაირად უყურებდეთ რაღაცებს რომ ადამიანთან ერთად მოგზაურობისას სიამოვნება მიიღო, თუ არა და მარტო უნდა წახვიდე და მე ამის მერე იწყება უკვე ჩემი მარტო მოგზაურობების ეტაპი, არ სულ ყველგან რომ მარტო დავდივარ. აჰა, ის ვიდეო რო ჩაწერე მაშინ ვნახე, გამოსული რო იყავი სიტყვით. სად იყო მოიწვა? ხო. მანამდე სად იყავი, ანუ ის მერე გააკეთე ეგ. ჩამოვთვალო გინდა დარწმუნებული ხარ? ან ბევრი დააგროვე ეს ერთად და მერე გააკეთე?
თუ რაღაც ერთი იყო ისეთი კონკრეტული, რომლის შემდეგაც სხვანაირად შეხედი ამ ყველაფერს და მე გეტყვი, ანუ ზოგადად აი სანამ საზღვრებს გარეთ გავიდოდი, მანამდე სულ ვოცნებობდი მოგზაურობაზე და აი წარმომედგინა რაღაც კონკრეტული ქვეყნების მივიდოდი, როგორ მივიდოდი, სულ ვკითხულობდი ამ ლიტერატურას, რუკა იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი და ეს ოცნებებში და ფანტაზიებში და ამ ერთხელ რომ წავედი, მაგის მერე მივაყოლე და ევროპის ქვეყნებში ვიმოგზაურე ძალიან ბევრი და ოღონდ ეს მოგზაურობა ერთი კვირის ჩამოდი, ის არ იყო, რაც რეალურად მინდოდა რომ გამომეცადა. ანუ მინდოდა რომ ჩემი თავი ბოლომდე გამომეკლია მოგზაურობაში რა შემეძლო, რა არ შემეძლო და მაქსიმალურად დიდი ხანი დარჩენილიყავი, რომ იქაური კულტურა შემესისხლდებინა. და ძალიან მაინტერესებდა აზია. და დავგეგმე აზიაში წასვლა, ეს იყო აზიის რამდენი ქვეყანა ერთი წამი დავფიქრდე. ირანი, ინდოეთი, მალაიზია, კამბოჯა, ვიეტნამი, ტაილანდი. გონიეგენია რა. რეალურად უფრო მე ვარაუდობდი ზოგადად ხო, როგორ იყო, ანუ და მე რომ გადავწყვიტე წასვლა, ჩემ საუკეთესო მეგობარმაც მაგ პერიოდში გადაწყვიტა რომ წასულიყო. და ვიფიქრეთ რომ მოდი რატომაც არა და მე სხვა მეგობრები შემოგვიერთდნენ და ესე წავედით ერთობლივად. გუნდი წავედით, კი. მე ვიყავი მაგ პერიოდში 57 კილო, ჩემი ჩანთა იყო 20 კილო. რომ წარმოიდგინო. მე მოგზაურობაში იმდენად ვზოგავდი ამ თანხაზე ერთხელ ვჭამდი რაღაც ფილმი რომ $5 მეტი არ დამეხარჯა. კიდევ უფრო მეტად გავხდი და რომ მივდიოდი, მე კი არა ჩანთა მიდიოდა რა. ძალიან მაგარი ექსპერიმენტი იყო მართლა, უამრავი დაბრკოლება გადავახე, ეს იქნებოდა ფიზიკური თუ მენტალური. საოცარი გამოცდილება იყო მართლა. ეხლა რომ მითხრა დღეს რომ შემომთავაზო იგივე გაიმეორებ, ვეღარ გავიმეორებდი იგივეს. მაგრამ იმ ერთხელ მქონდა თავისი მიზანი, მისია და ვთვლი რომ მე ყველაფერი შეასრულა. ეგ ნაბიჯი რომ არ გადამედგა, დღემდე ვიქნებოდი მაგაზე ოცნებაში და გრძელვადიან გეგმებს უარს ვეყოდი, იმიტომ რომ მეცოდინებოდა რომ მოდესღაც უნდა წავსულიყავი. და ეხლა ეგ ყველაფერი უკვე გადაგორებული მაქვს და ანუ მაქსიმუმი გააჭორნე საკუთარ თავს. დავიწყე მაგის მერე. იმ ერთ მოგზაურობაში მაქსიმუმი გააჭორნე საკუთარ თავს. კი და თან საკუთარი თავი გამოვცადე მართლა ყველანაირად და მივხვდი რომ ვერაფერი ვერ შემაჩერებს თუ მოვინდა. კი, აი გასწორებს. ეგ მომენტი არის, მაგრამ რო ხვდები რომ იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე წარმოგიდგენია. კი, საკუთარი თავის პატივისცემის დამსახურება ძალიან მაგარი რაღაცა არის და კი, ყველაფერში შეგადგება მე ეს რა, რაღაცაში მომენტი რო გაქვს და რო არიცი შეგიძლია არ შეგიძლია, ის მაინც გახსოვს რომ მაშინაც ფიქრობდი რომ არ შეგვიძლია, მაგრამ შეძლებდი და სინამდვილეში უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე იცი. შენც მომიყავი, მე მგონი შენც ძალიან ბევრს უნდა მოგზაურობდე. საერთოდ მოგზაურობ, მაგრამ ხო, ვიხავდი. მოგზაურობდი. ხო, მე ანუ ეს სოლო მოგზაურობა არ მქონია, უფრო ლაშქრობებში დავდიოდი და მე ქვეყნის გარეთ ვიყავი კრუიზში, რა იყო, გუნდთან ერთად, ეს პატლა ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი ეს დავარტყეთ ხმელეთში შუაში. გასაგებია. ბევრი ერთი ჭკუის ხალხი შევიკრიბეთ და ანუ მართლა კარგი იყო რა, ანუ აი მაქსიმუმს რო ირგებ რა, ანუ ეგეთ ყველა ერთ ალღაზე იყო და გუნდთან ერთად აი მართლა გაასწორა რა, ძალიან მაგარი რაღაც ყოფილა, მარტო რო წავსულიყავი, ეგრე ვერ გამოსწორდებოდა, იმიტომ რომ აი სხვა არის რა შემიძლია. მარტო როცა მიდიხარ, გეტყვი ახლა ერთ-ერთი უპირატესობა რაც აქვს. გუნდთან ერთად როცა მიდიხარ იმ გუნდში რომ იკეტები, იმიტომ რომ აქ ჭირდება იქ სხვა ადამიანებთან სოციალიზაცია, ისე ადამიანები კონტაქტს გჭირდება კომუნიკაცია. და მარტო როცა ხარ, აი არ ვიცი იმდენ ადამიანს იცნობ, იმდენს უახლოვდები, ეს სხვა კულტურების ხალხი, ერთმანეთს უსმით ინფორმაციას, აი ეგ მუღამია რა მარტო მოგზაურობა.
ხო, ანუ ეგ მოგზაურობა, მაინც კრუიზი ცოტა სხვა ტიპი არის რა, სხვა ტიპის მოგზაურობა არის. კრუიზი მაინც სხვა შეიძლება ეგ ექსპერიენსი ჯერ არ მაქვს და ძალიან მინდა. უცი რა მაგარი, გემი შეგიყვარდება რა. ყველაზე მაგარი რაღაცა ყოფილა იქ გავფიშტი რა, მაგარი სასტუმროც ეგ არის, სასადილოც ეგ არის, რავი, ტრანსპორტიც ეგ არის, ყველაფერი რავი, კლუბიც ეგ არის, ყველაფერი იყო რა იქ რა, რაღაცა 9 სართულიანი ყველაფერი ეგრე დავარ რა. საერთოდ ყველაფერი იყო. ზოგი საერთოდ არ გადადიოდა იმ გემიდან. ეზარებოდა გასვლა და რჩებოდნენ ქალაქებში და ჩვენ მაინც აქტიური ახალგაზრდობა გავდიოდით რა და ძალიან გიჟურ ტემპში ვიყავით რა შევჭამდით დილით ეგრევე გავარდებოდით და მე სადაც 5-მდე თუ 6-მდე ხო 5-მდე უნდა მოგესწრო უკან დაბრუნებულიყავით და ის გადარბენებზე ვიყავით უცებ ყველაფერი ნახო რაღაცა ქალაქებში ხო გადახვალ ბარსელონაში 5 საათში რა უნდა ნახო ხო ან ძალიან ისე გადარბენაზე ხარ რა და ესეთ გიჟურ ტემპში ვიყავით რა ფიქრისთვის და რაღაცა გასაანალიზებლად და რაღაცა შეგოთქვი რომ ვიღაცებს გაიწოდე მაგისთვის დროსაც იყო რა ანუ ძალიან ისე სწრაფად დავდიოდით ყველაფერს და მე ისე უკან შემორბოდით ცოტას დავიშენებდით ამასო თქვა მე ღამის ხოვრება იწყებოდა და მე დილით ისე და ძალიან მაგარი ყოველდღე ახალ ქალაქში რო იხუძებდა და ახალ ქვეყანაში ყოველდღე და ვა რა მაგარი არის აი ძალიან მაგრა განსხვავება ძალიან მაგარი. მე ძალიან და მოსახურეობაც ის არის რა, ძალიან აი მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან კლიენტებზე რა, რომ აი გაგისტორდეს რა მაქსიმალურად და აი ყველაფერს აკეთებენ მაგისთვის იდეალურად არის გათვლილი და აი მართლა მაგრა გაგისტორდება როცა დახვალ რა ჯერე ძალიან მაგარი იქნება რა. ურჩევ აი შეიძლება როგორც კი ეს ამბები დამთავრდება იმავე წელს იმედი მაქვს რომ მომავალ წელს დამთავრდება უკვე 2021-ში ზაფხულიდან. და შეიძლება მანდვე აი ზაფხულში ვქნა იქ ამბავ. ხო, კი, ზაფხულში კარგი არის რა. ჩვენ მაისში ვიყავ, მე როგორ ძალიან სიცხეები დაიწყო, მეძე მოვასწავთ რა, დაიწყო ეს ევროპა შაშა. ზაფხულში და მაისში ძალიან კარგი იყო და სიცხეები რო გადაივლის, ალბათ მეც კარგი იქნება. ნუ პრინციპში გააჩინე საფრთხე რა. მე კარიბის ზღვის კონსოლები მინდა. ხო, შენიერია. კუბა და არუბა და ასე შემდეგ. კი, არის რა, ჯერნაირი კრუიზი არის. ერთგვარიანი ზოგიერთი ერთიანებიც არის სადარდადიან ხოლმე. ეხლა აი ყინული დადნავდა გრენლანდიაშიც დაიწყეს უკიასვლები და რა ვიცი. და კრუიზების თემა სერიოზულად იხოდება რა. მე ვადევნებდი თავს მე დავინტერესდი და წავედი და უბრალოდ რა არის, ნუ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან არაკომფორტულ გემზე მომიწია 2 დღის გატარება და აი დიდად სასიამოვნო და არ მახსოვს იქ გატარებული დრო. და აი ეგ ცოტა მაშფოთებს. ხა ამ ხელა თანხას გადაიხდი, დაგეგმავ ყველაფერს, წახვალ და მე იქ არ მოგეწონოს ეს ზღვის ავადმყოფობა ან რაღაც ეგეთი დაგემართოს არა და მანამდეც ვერ გატესტავ ამას. ხო, რა ზღვის ავადმყოფობა ეგრე მეცევნებოდნენ, მაგრამ რამდენი იყო? ქართული ვიყავით, ცოტა 60 ადამიანამდე იყო და ერთი იყო რაღაც ცოტა სულ ისე რაღაც რო იყო რა და მეტი დანარჩენი არავის არ გამოუთხას უკმაყოფილება. და ერთხელ იყო შტორმში მოვყევით მარსელი და რო დავიძარეთ ღამე ესე მოძრაობდით. აი ძალიან სერიოზული შტორმი იყო რა. ღამე რა, მაგრამ ისე კაუცი კარგად დამეძინა ესე იონა და კაი გამოვიდა. გამი კარგი იქნება. ეგ იყო და რა, იქაც რავი არავის რაღაც რეაქცია არა. ეს თანამედროვე გემები ისე ამოწყობილი რომ ნაკლებად რა რო ეს ისო. ნაკლებად. მაგრამ არ შეგეშინდეს რომ აი რაღაცა ძალიან ესე ჯოლი ვერც იგძნობ რა, ის ვაში რო ხარ ვერც თუ გარეთ არ გახვედი და გაიხედე, ისე მოძრაობს ესო, მაგრამ არ შეგაწუხებს. არა, ფეხიც არ როცა სპეციალში თავის მოგამია. ნუ ყველაფერს თავის მოგამია, რა ისიც რა ნახო და ისიც რა ნახო. კი, არა, მას ყველაფერი უნდა გამოცადა, ეს ჩემი ცხოვრების კრედო არის. შემეცნებით ვიკუთხით, აი შენ სადაც იყავი და როგორც იყავი ეგ ჯობ. ასე ჯობ. ხო, არ, მართლა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს რა. ხო. უკან უხედავ სალვადორ დალის საათს თუ მეჩვენება. აჰო. ძალიან მაგარია. ადრე გავაზრე და აუ მეთქი რა მოგაი რაღაცა ეს უნდა დავიწყო და მე სადღაც ერთი წლის ვარ და შემდეგ სადღაც გაიწრო და ეგრევე შევიძინე სწრაფად რა. ძალიან მომწონს. ხო, ეცონდეს. დრო რატო გაჩერებული? მეთქი სიმბოლურია რა, ეხა დრო რა, რატო უნდა ვამუშავოს და რა მნიშვნელობა გრანდეს აჭირს. ნაირი. ეს დაუბრუნდა ამაზე წაფარე. ლაშქრობაში თქვა რა. კი, როგორ არა.
აი სანამ ესე საზღვარგარეთებზე გადავერთვებოდი, მანამდე აქტიურად ვაშფრობდი ხოლმე და ძალიან მიყვარდა. მე იცი როგორ არის რეალურად მართლა იმდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს ეს შაბათ-კვირა ორდღიანი თემები მაგან სატვირთვად და დასასვენებლად გჭირდება ხოლმე და ესე ფუფუნება არ მაქვს რომ თან სამოგზაუროდ წავიდე და თან მე 3 და 4 დღიან ვაშფრობებში და მაგიტო ეს მოგზაურობამ ჩაანაცვლა ეგ ამბავი. თორე აი მართლა ზოგადად გიჟდები ბუნება, ტყე, საერთოდ სხვა თერაპია არის ტყეში ყოფნა. კი, არა, ხო, ვცნობ ეგრევე რომ აი სახში ხარ რა. ბუნებაში რო გადიხარ, სხვა რელაქსაცია და ის არის სხვანაირად მოხდეს. ეგრევე რომ სხვა ვერაფერი მოხდეს. ერთი კვირითაც ყოფილვარ და ასულებ ყველაფერს მოწყვეტილები არანაირი ტელეფონი, ინტერნეტი ისე და ძალიან მაგარი იყო და даже მე თუ გაგზელებული ხო დავშებუდით რა პრინციპში და იმიტომ რომ ისევე და ისევე ხარ როგორც ვიხავთ რა გიშურით ესე მოდრო და მე უცებ ბრახ და აი რაღაცა ცუც მოუსწრო რა ერთგვარი არ მაგასვლამ და კარგი იყო რა გამდირთვა აი ეს საჭიროა ბუნებასთან ახლო კონტაქტი. Ну, მე პრინციპში ისედაც ბუნებასთან ახლოს ვარ, ახლა დღესთან ცხოვრობ. გავდივარ ხოლმე ეგრესო. სათხარი. სხვასთან თენქაზე. თბილისის ზღვაში და გავდივარ ხოლმე ისედაც თითქოს ყოველ დღე მაგ ბუნებასთან კონტაქტი. არა, მე მაკლია ხოლმე და აი მაგიტო ჩემთვის ყველაზე შეუცვლელი ადგილი მაინც, აი მართლა ნებისმიერ მოგზაურობას ყველაფერს მირჩევნია რაჭაში გატარებული დრო. აი სულიერად ისე ვისვენებ ჩემთვის ძალიან სხვა სამყარო არის. კი, არა, მეც ეგრე ვარ. ეხა პრინციპში кайხანი აღარ ყოფილა აქტიურად დავდეოდა ხოლმე, მაგრამ ეხა кайხანი აღარ ყოფილა. მე რო ვიღაცები წავიყვანე, პრინციპში ვინც დავიყვანე ყველას მოეწონა, შეუყვარდა. ისეთი ის არის რო ადგილი რო აი პირველად ვინც ხდება ყველას მოწონს რა. და მე ყველას უნდა მეორე ჩასვა. მეორე აუ ჩემი ყველა მეგობარი მეხოწება ხოლმე რაჭაში წაგვიყვანე და არავინ არ მომყავს ხოლმე არასოდეს იმიტომ რომ ჩემთვის აი მართლა განტვირთვა არის და სხვა ადამიანებთან გამიჭირდება კითხვა, ხატვა, რაღაცა ეზოში ჩამოჯდომა ჰამაკზე მარტო ფიქრი აი მაგისთვის არის ჩემთვის იქაურობა და იქ რო ახლა ადამიანები ჩავიყვანო და სვანაირად გავერთოთ ვერ შევირგებ რა და მაგიტო მარტო ჩემი ამეთი არ მიმყავს არავინ მარტოს სავს უარ ერთი ორჯერ ვიყავი ეგრე მარტო წავედი არავინ არ იყო მარტო მე ვიყავი და კაცა რაღაც რელაქსაცია იყო და თავიდან მოვიდა პირად დაწუხავი ხო კი აი ეგ დატვირთვა აქვს ჩემთვის და მაგიტო არ მინდა რომ ეს აბურიო ხო მაგრამ შაბათ-კვირებზეც ერთი ორჯერ ჩავებინეთ მეგობრებთან ერთად და ცოტა აქტიურადაც გავატარეთ რა აი შემოდგომა განსაკუთრებით კარგია ხო. ნუ შემოდგომა რა ლამაზია. ჩაოს რო გადაკვეთს და აი ეს წითელი და ყვითელი ხეები რო გეფეთება, აი ლამაზია ეგ ადგილი. ეს ნახე? ეხლა რო სასტუმრო გაუკეთებია ჩაორზე, მოტივტივე სასტუმრო. მოტივტივე? ხო, არ გინახავთ, აუ მე ჩაგიგდები ისეთი ლამაზია, მაგრამ ფასი ვიკითხე და ხო კი აღარ მახსოვს სადღაც 350 ლარი მითხეს მე მგონი და მეტია ერთი ღამე. ხო, არა, არ ვიცოდი. რაღაც სასტუმრო ჩადგეს იქ გზაზე ის ვიცოდი და ეს. არა, გზაზე არა, აი შაურზე არის და ტივტივოს, მოკლედ ჩაგიგდებ ფოტოს. ხო, კი, ჩამიგდა. ცოტა გული დაწყმენთი მე რატო ვერ მოვიფიქრე ესეთი მაგარი რაღაცა. ხო, არა, კაი იდეა არის კი. რამდენად იმუშავებს არ ვიცი, მაგრამ იდეა კარგი არის. მე მგონი იმუშავებს რა, ხო იცი ეგეთი აი განსხვავებული ვიზუალის და კონცეფციის რაღაცები ამართლებს თუნდაც თითო დღით შეეცდებიან ადამიანები რომ ჩავიდნენ და სელფი მაინც გადაიღონ. ხო, კი. არა, მანდ ვერ რაღაცა გაკეთდა ისენი რო არის. რა ქვია ეს? თეთრი ისენი რო აბუშტივით. სასტუმროები. ხო, ეგენი კი. ჩვენს ქვემოთ გაკეთდა ზუსტად არ მახსოვს რა ქვია მაგ სოფელს. ხო, კი, გაკეთდა და ბევრი რაღაცა სასტუმროების გაიხსნა და ცოტა მოიხოდა რა, რაჭა რაღაც ისე აღარ არის როგორც იგერა და უფრო აქტიური გახდა მათ. თუ დასვენების. სხვათა შორის აი ლეჩხუმი მეწოდება, ლეჩხუმიც ჩემი აზრით უამაზესი კუთხე არის და რაღაცა ისე ამიჩქმეული კაციშვილი არ ახსენებს ხოლმე. ხო, არა, ეგ მარტო
ცოტა მოწყვეტილი არის, რომ ისე პროგრამა უნდა იაქტივო, რომ ცოტა რაღაც ითხოვო. კი, ეგრე. ესე არა, პოტენციალი პრინციპში ყველა კუთხეს აქვს. რაღაც თავისი რაღაცა აქვს. ნამდვილად ეგრე. მოყენება უნდა რა უბრალოდ რა. შეხატა? ცოტას. ხანდისხან დაიცა. ერთი წამი. აი, იქით ნახაც თუ ხედავ ჩემია. აჰა, ვა, მას არ ვიცოდიო, აი, კაია, ერთ კიდე საინტერესო რაღაცა გავიგე. აი, რაღაც დავიწყე ახლა რაჭაში რა ვიყავი ჩასული და მე ვეღარ მოვიცალე, რომ საღებავებით ბარემ დამესრულებინა და აი ხლა გახარია ის ბლებითი შვებულება რომ გვექნება. მაგ დროს ავიჩვისებ მაგისთვის. ეს სიძულებითი, ხო, მოიცა რა ხან ახსენებ. ანუ ხო სახილან მუშაობ, ან სახილანაც აღარ მუშაობ, ანუ პონტია. არა. საინტერესოა, საერთოდ. აი, ბოლომდე ვერ მივხვდი რას ემსახურება სიმართლე გითხრა, მაგრამ მე დიდო წინააღმდეგი არ ვარ, როგორც დასაქმებული. მაგ პოზიციიდან კარგად დავისვენებ. საინტერესოა. ან ყველაფერს სწავლუნები რა, ყველაფერი გაჩერდება? ალბათ არ ვიცი, სახელმწიფო ბრძანება არის, რომ ყველამ შეწყვიტოს მუშაობა და სავარაუდოდ. არ ვიცი, მართლა ძალიან უცნაური არის, ხალხი ისედაც უსამსახურა და დარჩენილი და ვინც მუშაობს იმათაც, რომ მუშაობას უკრძალა, მართლა ძალიან უცნაური არის. ვერ ხვდები რატო, რისთვის ხდება. მოყოლობითი რო იყოს კიდე ხო, რა ვიცი. ხო, თან რავი, ეკონომიკურად ისედაც ყველას უჭირს უკვე და ამ კომპანიებსაც სული ძლივს უდგათ და კიდე 10 დღით აჩერებ. ხო, უცნაური, რაღაც რა ვინახოთ რა იქნება, მაგ რაღაცა გასაკვირია კიდე თვითონაც არის. იქნება და როგორ. მე ის ვიცი რომ 10 შატლით ვისვენებ. ეგ ვიცი. 10 შატლით დღე უცეურო პირველიდან 10 შატლით ვისვენებ. სხვათა შორის აი ხა შენ რო თქვი რომ სალონებიც ყველაფერი დაიკეტება, უცხოეთში ძალიან მიღებული პრაქტიკა არის. წინაზე საახალწლოდ ვიყავი ჩასული ნიუ-იორკში და ყველაფერი დაკეტილი იყო. კაფეში ვერ შევედი რომ რაიმე მეჭამა. მარტო მუშაობდნენ ის თურქები რომ არიან რაღაც შაურმისნაირი წერტილები რომ აქვთ, მარტო ერთადერთი საჭმელი ეგ იყო მთელს ნიუ-იორკში, აღარ შემეძლო უკვე. რა უცნაური. ყველაფერი იკეთება დასვენებას. ჩვენთან ხო რა, პირიქით არის რა. ანუ იქ მართლა ისვენებია. ხო, კი, მართლა, თან ეხლა სავარაუდოდ იმით არის გამოწვეული, რომ ეხლა ამერიკა ხო ამხელა არის და ყველა სხვადასხვა შტატში არის მიმობნეული და ყველა ოჯახთან ბრუნდება და დრო იჭირდებათ გაერთიანებისთვის და ჩვენთან თლად მასე არ არის. ხო, ჩვენთან მასე არის. ჩვენთან ყველაფერი ერთი ხელის გაწოდანაზეა რა პრინციპში და ჩახალ ჩამოხვალ სად უნდა ცხოვრობდეს ადამიანი რომ ერთ დღეში ვერ ჩავაკითხო და გაჭიროების შემთხვევაში უკან ვერ ჩამოხვიდე. ხო, წელს იყავი რაჭაში? კი. წელს ვიყავი რაჭაში. თან ახლა ისე მოხდა ამ კორონამ ჩემი ბიძაშვილისა და ბიძაჩემის სამსახური დააზარალა და ეგენი საერთოდ დიდი ხნით ჩავიდნენ, წამოიწყეს რემონტი. რემონტი რა ახლა ხო ხდები ოდნავ ხელი შევლება და მე ყველა ოთახში რო ხელი შეავლეს, ყველაფერი გასაკეთებელი გახდა. ხა და გაზაფხულისთვის მინდა რომ მე ჩავიდე ერთი კვირით მაინც და აივანზე რაღაცები შევცვალო გავაკეთო და გავალამაზო იქაურო. მივხატო კი და არ ვიცი, ნახოთ რა, მე შეიძლება ის ერთი ოთახი, აივნის ოთახი გავაქირაოთ კიდევაც შევხედოთ. ხო, კი, შეიძლება. ან ბევრმა გააკეთა ხო რაღაცა მაგკუთხით რა და შეიძლება. კი, ჩვენთან ახლა შენ არ ვიცი ზემოთ ამოდიხარ თუ არა და გახსოვს თუ არა ჯანმრთელობის უბანი როგორ გამოიყურება. სულ ხო სამი სახლი არის დარჩენილი, სადაც სახლობენ რეალურად და დანარჩენი დანგრეული და ჩამონგრეული და დამტვრეული იყო და ვიღაცებმა საერთოდ უცხოებმა რაჭასთან რო არანაირი კავშირი არ ქონიათ, იყიდეს ეს სახლები და მიწები და ეხლა იქ აპირებენ რაღაც სასტუმროების აშენებას. ხო, ეგრე. ჩვენ მეძებნოდეთ შეიძლება ვიღაცა. საერთოდ საერთოდ სად მეილი
გამომივიდი ამ საიდან მოაგვონდათ, მაგრამ სად იპოვეთ? იცი როგორ მაინტერესებს? მე ძლივს უპოვობ, რო ვიცი რა ადგილზე არის, ძლივს ავდივარ მან და ალბათ მაინც სად გამოჩხრიკეს. ხო, ანუ ძალიან ისეთი არის ეგეთ ხალხი, რომ მოღამეებს სადღაცა შორს წავიდეს და ეს კარში რაღაცა ის ნახოს და მაგრამ ანუ თან იაფიუჟებათ ეხლა საქართველოა და თან კაი ბუნება არის და მოაწყო თან რაიონიც არ არის შორს, აეროპორტი აი საერთოდ რა პლუსები რა. ეს აეროპორტი რო გაკეთდა ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი სიამოვნება მივიღე წინაზე ფრენით. მეორე გზადიდად აღარ მომეწონა, ამიძეც არის ალბათ დამოკიდებული. მაგრამ აი ერთი გზა იყო ისეთი საოცრება ეს შიგხუბლებში რომ დაფრინავ და საერთოდ არ ჯაღჯაღებდა და მეთქი აი მარტო კატალობაში გადავიხდით თქო ფულს სულ არსად არ მქონდეს სასასწრები. რამდენი ხანში ჩადის მე არ ვარ. ნახევარ საათში. 25 წუთი მე მგონი. ნატახტარიდან ესე ნახევარ საათში ჩადის. თან ნატახტარში თვითონ მათ მიყავხარ ან კომპანიას მიყავხარ, მოყავხარ თბილისში. ჩვენ კიდევ რაღაც სოფელი ახლა რა. კიდევ რა უნდა ჩვენთან ასვლას არაფერი. კაი, ხო, ანუ ამ ახლა პლუსი აქვს ჩვენ სოფელს, რომ ყველაფერთან ახლო არის და ბანკომატ არადროს არ ხვდება და იკურება რა. სხვა სოფლების განსხვავებით მინახავს მართლა ეს სიტუაცია. ჩვენ სოფელი არ მოკრებას საბუგებთ. ხო, ეგ არის კი, მაგრამ აი ჩვენთან თქვენი უბანი ჯერ კიდე სავსე არის და მიხარია მართლა ამდენი ადამიანი და გზებიც ეს რიგში და აი ორჭის ზემოთ ჩვენს უბანს უკვე უბნად აღარ თვლიან. ეხლა ხრეში რო დაყარეს რაღაცები გაზი და რაღაცები რო გამოიყვანეს, ჩვენთან არავინ არაფერი არ მოიყვანა. ისი როგორი გაბრაზებული ვარ, მართლა ძალიან გაბრაზებული. არა, გაზი არის აყვანილი, თორე გზის ამბები არა, იქ წყალი ჩამოდის და მიილებს არავინ ეს, რავი, ნელ-ნელა წაიღებს მიწას საერთოდ, წყალს თუ არაფერი არ ეშველა. ხა და მე შეიძლება ერთი გაბრაზებული პოსტი დავწერო ამბროლაურის გამგეობის სახელზე. დაწერე, რასელოდებ დაწერე. მართლა როგორ შეიძლება ესე ხალხს ვითომ სოფელში უნდა დავაბრუნოთო და მთელი ამბები რავი სოფლის განვითარება და ასე შემდეგ და რას აკეთებენ ხო ჯერ კიდე ფუნქციონირებად უბანს საერთოდ ფეხზე იკიდებენ არ შეიძლება ეს ხო ეგრე და ეს ახლა ჩვენი ქოლის თემა არ არის ხო ჩვენი ქოლის თემა არ არის მაგრამ არ აქვს ეს ქოლის ერთად ისეთია რომ გუშინ ახლა ისეთ საუბრობ ხო აი ვაფშე სხვაგან წავედით რა სხვა რაღაცები შევეღეთ ის პროფესიასაც გავწვდი და აი აქვს ყველაფერს გავწვდი და ძალიან სხვაგან ვიყავი და უფრო საინტერესო გამოვიდა და აქედან გამომდინარე ეს რაღაც ისინი არა გაზადებული კითხვები და რაღაცა ხო რა ეს უფრო საინტერესო გამოვიდა რომ ადამიანი რო საუბრობს ამაზე რაც უფრო აინტერესებს აღელვებს და ასე შემდეგ უფრო საინტერესო გამოვიდა რა ვიდრე ეს რაღაცა უფრო ბუნებრივი არის რაღაცა კითხვების გაყოლდა რა და ასე შემდეგ ისე მეგობრობის დღეურად უფრო დაადრე იცი რა მქონდა მეგობრობის დღიური ოღონდ დიდად ენთუზიაზმით არ მქონია უფრო იმიტომ გავაკეთე რომ ყველას მქონდა და მე რო არ მქონდა ცოტა ისე ჩანდა ეგ ამბავი რა და შენახული მაქვს ხათაშარის დედაჩემის სახლში არის რაღაც პერიოდის წინ შემომხდა და გადავათვალიერე და კითხვებსაც ჩავხედე იხალისებდი კი ვიხალისე ნამდვილად თან როგორ იყო იცი მე სადღაც 5 თუ 6 სკოლა მაქვს გამოცვლილი და ეს ყველა კლასელი კარგად რო აღარც გახსოვს და უცბად რო აღმოვაჩინე და ეგ ვინ იყო და რა მე მოგონებები რომ მოდის ნელ-ნელა. ოკეი, საინტერესო. მე არ გავმისლე მაგრამ ზოგი მეც აღარ. ხო, მოკლედ აი ხა ეს რო დამთავრდება პირველი ასრაგები. აი, თქვა ყველა აღარ არის შეზღუდვები გაქრა ყველაფერს. რას გავაკეთე? იცი რა, შეზღუდვების გაქრობა, ანუ ვითომ აი კორონას პრობლემა აღარ არის, ჩამოვიდა ვაქცინა და აღარ ვერიდებით, ხო?
პირველ რიგში ჩემს დიდ სამეგობროს მოვუყრიდი თავს და ბორდ გეიმებს ვითამაშებდით. იმდენი ახალი ბორდ გეიმი მაქვს და ხალხს ვერ ვეპატიჟებ, იმიტომ რომ მეშინია და ეს საწყლად მიდევს. ხოდა რა, მაგას ვიზამდი პირველ რიგში და მერე უკვე დიდი გეგმა ალბათ ის იქნებოდა, რომ ხო, ალბათ მოგზაურობას დავგეგმავდი სად. კაი ერთგვარია. ერთგვარიან მოგზაურობას, კი. კრუიზ. კრუიზ. აუ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა, აი, ეგრევე შეგიყვარდება რა. იმდენად მაგარი რაღაცა არის. შენ რას იზამდი? მე რას ვიზამდი და პირველ რიგში რაღაცა ხალხმრავლობა და გაიგებ მუსუეჭველი, აი, ძალიან ბევრი ხალხი რაღაცა, აი, ბევრი მინდა ყველა ერთად რო ვნახო. ეს ძალიან ბევრი იყო და ტურში დავიდოდი, ლაშქრობაში უეჭველი. კაიხანი ვაფეთილვარ და მანდაც ეგასწორებს რომ ერთი მარშრუტი ლაშქრობაში შენ გულისხმობ დიდი ორგანიზებული ლაშქრობები რო არის ალბათ ხო? ხო, ანუ გუნდები რომ მილიონი მანდაც ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი 3 წელი აქტიურად ვიარე და აი ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და ზოლიანი ზებრა ხომ არა თუ რომ ზოლ ზოლიანი ზებრა ხო, ზოლები საკი და მანდაც წავიდოდი და კიდე ხო სამზაურობდაც მაგრამ მაგას უფრო არ ვფიქრობდი ფოტოები კონტაქტები მაშინ რაღაცები და უფრო ჩაიშალა მაგრამ მოგზაურობდაც მაგრამ უფრო აი აქ და ისე აქ საქართველოში აქ რაღაცები ჩანახავდა და უფრო წავედი კაი გამისწორდა რაღაცა მაგრამ მაინც აქ მიშჩენია მოვიჭე რაღაცები ხოლმე დავისწორო დღე ახლა სოფიოს ვერ ამოწურავ რა რავი 200 წელს რო იცხოვრო ვერ ამოწურავ რა ხო სანსიერი და ანდროს მართლა ძალიან ბევრი კაი რაღაცა არის სანახავი რაც ხოლმე მეცნახულობ თურმე მით უფრო მეტი არსებობს მე რეიგები რა რო დავიწყეს მე აღმოჩნდა კიდე რაღაცები რაც არ ვიცოდი თორემ და მე ხა ისიც ვქრათ იქ რო ხოლმე მე უია კიდე რაღაცა და აი ეს საინტერესოა რა ძალიან და თვითონ ერთი ბეწო ქვეყანაა მაგრამ ძალიან ბევრი არა მართლა ძალიან ბევრი რაღაცა არის სანახავი ნამდვილად ცოტა მწვენეა რომ ამდენი რაღაც არ მაქვს არ ნანახი და იქ სადღაც დავბივარ ხო უცხოელები არიან მოცაც უფრო მეტი აქვს ნანახი და რაღაც ამერიკიდან ჩამოვა და რაღაც ერთში ნახავს ყველაფერს და შენ ამას რაღაცები არ იცი და ისეთი რა ხან ზოგის ირლანდიიდან შეგვიძლია ჩამოსული ზოგის აიდან რაღაც არის რა საინტერესო ქვეყანა შეაცის ხალხს თუმცა ჩვენ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი რა ამიტომ ვისაც თანხმები ნამდვილად ეს აქტიური მოძრაობა მოგზაურობა იქნება ლაშქრობა და იდეალური უთხევარ სამთარსად ნებისმიერ ერთადერთი გაზაფხული არ მეოსე ძალიან მიყვარს მაგრამ ხო რაღაცა ამ ბოლო პერიოდში აღარ გაზაფხულობს ისე. თორე აი რა ჯობია გეხვეწები აყვავებული ნუშის ხეები და ის ვაშლის ხეები და აი ძალიან ლამაზი სეზონია. ხო, თუ გარემი და წვიმები არ არის, გამოსია. ხო, აი, ეგ არის. ხოლმე აი ეს ორი თვე რაღაც ვერ უმოვებდა. აი მე კარგი პერიოდი იწყება, ისე ყველაფერი მიხარია ხოლმე ზერვა. ეს ენერგიაზე ვარ ხოლმე. და ეს საინტერესო. კაი, აბა ეხლა მაშინ ვადებით და როგორ ხედავ შენ თავს 5 წლის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია სათხარ დასაკეთებ და შეგიძლია რამე შეტყობინებას საუბრო საკუთარ თავს. ბაჩოს ვეუბნებოდი დღეს მეთქი ქოლი უნდა მქონდეს თქო და რა ქოლია და აი რო უთხარი მე მეთქი 5 წლის მე მაჩვენოს მეთქი და რა ანუ კითხავიო რა იქნებაო ერთია ყველა ვარიანტი ის იქნებაო 5 წლის მე სათხებავ შენ თავსო და აჰა სწორი ყოფია. და ძალიან ხული კითხვა არის გასაუბრებელზე რომ კითხულობენ ხოლმე მაშინაც წარმოგიდგენ არ მაქვს ხოლმე რა უნდა გიყვას ხო მაგალითად 5 წლის მერე არ ვიცი ესე ვერ გეტყვის უბრალოდ სად ვიქნები და რანაირად ვიქნები მაგრამ პროცენტით ვერ გაარტყავ შეიძლება მაგრამ მაინც როგორი ხედვა აი დღეს როგორ წარმოგიდგენია რომ უფრო მეტად შემდგარი უნდა ვიყო ბევრად მეტი ცოდნა უნდა მქონდეს მოგროვილი და ძალიან მალოფილი უნდა ვიყო ჩემი თავით და ჩემი ცხოვრებით
ესე მინდა რომ იყოს. ხო. დანარჩენი სფეროს შეცვლას არ ვაპირებ, სხვათა შორის არც ქვეყნის შეცვლას არ ვაპირებ, მაქსიმუმ სასწავლად თუ წავალ 1-2 წლით, ну საქართველოში ვიქნები ყველა ვარიანტში. და ეხლა ერთი კატა მყავს და იმედი მაქვს რომ 5 წლის მერე ბევრი კატა და ბევრი ძაღლი მეყოლა. ერთ სახში ავდენი? ну მანამდე ეზოიანის სახლი მექნება რა იყო. აი, ეგ არის გამოგჩა ეზოიანის სახლი და ესე უკვე სხვა. ეზოიანი სახლი თავისი აუზით და დაკპატიჩებ ხოლმე მე. შენელი. იმ დღეს უყურებდი რაღაც გადაცემა არის აუზებს აკეთებენ ტიპები და მეთქი თავიდან რაღაც რა დებულობა და აუზის და მე რონახე იცი როგორ აუზებს აკეთებენ დინარის თვალი შემოდის და რავი როგორ შემოყავთ არ ვიცი ეს ხონა ქვები და რაღაც ისე მოაწყოს გამოშტერდი ბოლოს რონახე ამეთ თუ საინტერესო რაღაც არ ვიცი როგორ აკეთებენ მაგას ახლა. მაგრამ არის ეგეთი ისე. შენ არ ვიცი ახლა რა ვიდეოს უყურე და მე ხშირად დისკოვერიზე არის რაღაც განაცემა არის და იქ ხო, არა, მე მიგდებს ხოლმე Facebook-ზე ვიდეოებს, აფრიკის რაღაცა ტომის ტიპები როგორ აკეთებენ მსგავს რაღაცებს და ისეთი ედინქტიო არის, აი ძალიან ჩართულებ უყურებ ხოლმე, რომ დავიწყებ, მე სანამ არ დაამთავრებ, სანამდე არ ვთავ ხოლმე. კი, საინტერესოა. შენ სად წარმოგიდგენია შენ თავი 5 წელში მაინტერესებს მაგ სიტყვაზე? ადამიანის პასუხი, ვინც მაგ ყველაფერზე უკვე წინასწარ იფიქრა. 5 წლის შემდეგ მეც ისე ვაკეთებდი არცად არ მოვწასვლას მინდა რომ აქ ვიყო და კარგად ვიყო ამ ქვეყანაში. სხვა კაი ქვეყანა არ მინდა ეს კაი ქვეყანა მინდა. უბრალოდ ეს რო იყოს უკეთესი რა. მაგაში ვთანხმდები. ხო, ეგ მინდა აქ ვიქნები ისევე და საკუთარი სახელი აი შევასწრი. ეგ მექნება ბევრი ძაღლი და კატას რა გიქნება რა ძაღლი პოპულარია კი. და კიდე რა ბევრი მეცოდინება უფრო ვიდრე ვიცი უფრო მეტი რაღაც მექნება საკუთარ აღმოჩენილი რომ თქმა ისე შემიძლია ისე შემიძლია და კიდე მინდა რომ ბევრი აი რაღაცა გავაკეთო ხალხისთვის ირგვლივ და კონსტიტუციას მაქსიმალურად რამდენადაც შევძლებ და მოწეს ჩემი დრო და უნარები და ჩემი საქმე ამის შესაძლებლობის რა ეს სულ მაკრო ხო სასარგებლო ხალხისთვის და ქვეყნისთვის რა. და უკვე აქ და მეც მაქვს მაგის სურვილი მართლა ძალიან და მეტი ქვეყანა მექნება კიდე ნანახი დღეს მაგ ეგეც და ქვეყანაში და ხო მეტი კუთხეც დარჩა რაღაცები სადაც საერთოდ არ ვარ ნაყოფი ხე ჩამიგდავს მაგალითად თუ შედი და ამ დანახილსაც შევიცვლი მაქსიმალურად ეს უფრო მარტივია ეგ მარტივი გეგმაკი. თუ შეჩმე ვიყავი 2 კვირით და მართლა საერთოდ სხვა სამყაროა, სხვა კულტურა, სხვა ჩვეულებები ძალიან კარგი. არ ვარ ნაყოფი და თანაჩემი რა ვთქვი. pero no თითქოს ყველგან შეიძლება არ ვარ ნაყოფი, მაგრამ ერთი-ორი რაღაცა დამჭა და ერთ-ერთი ეგ არის რა და ეგეც უნდა ავისწრო. სოფელსაც არ დავივიწყებ სხვათა შორის რაღაცა ხა 5 წლის შემდეგ არა, მაგრამ ალბათ ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ გადავპარკე და კარგად მოწყო ინტერნეტიც ყველგან იქნება უკვე გამართული 5G არა შეიძლება მე უკვე 10G იყოს 20 წლის შემდეგ არ ვიცი რა იქნება და იქით შეიძლება ვიდრე ხმაურში და ამაში და ჩემს გეგმაში ზუსტად ეგ არის, უბრალოდ 5 წელიწადში ვიცი რომ ვერ შევძლებ. ხო, არა, 5 მეც ეგ ვთქვი რომ 15 წელიწადში წარმომიდგენია მეც რომ რაჭაში ვიქნები, ბევრი გიგნებით გარშემორტყმული. რამდენი ხარ მართლა? ეხ ჯერ. 28 წლის ვარ. ხო, 28 წლის ვარ, დაიცა დავფიქრე. მე ვფიქრობდი ხოლმე და ხო, ვერ შევეგუე ამას აქს. ეხლა მართლა ვფიქრობ ნამდვილად 28 წლის ვარ თუ 27-ის ვარ. კი, მეც ხანდახან მოვუწდება ხოლმე და მე ვფიქრობდი რამდენიმე წამი და რა ვხსენ. ესე თემა რა ძირთად არ მაინტერესებს ნაკლებად. ჩემის და სხვებისაც. ნუ ისე ცნობის მოყარების კუთხით ვფიქრე. კაი, მოკლედ კარგი იყო გამხარდა ბოლო-ბოლო. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ესე საუბარი ამდენი ხნის მერე. გახსოვთ ადრე რომ დავგეგმეთ? კი. რატო არ გამგვივიდა აღარ მახსოვს რაღაც ჩემი მიზეზი იქნებოდა სავარაუდო. უცვლელობა და ასე შემდეგ. კი. ეგეთ რეჟიმში ვიყავით კამპერო. ძირითადად არ გვესაუბრა და ეხლა
კორონას მადლით მოვიცადეთ ასე ვთქვათ რა. რაღაცა კარგიც ქნაა კორონა. ხო, კი, არა, რაღაცა კარგიც ქნა. ანუ 100% თუ არ ყოფილი არ ყოფილი. რაღაც კარგიც დაგდროა და მე და რომ ის მაქსიმალურად გამოვიყენო ეს კარგიც და ეს იდეაც მაგითო გამიჩნდა რა და რომ მიყვები პროცესში ვხვდები რომ კარგი გამოწვევა იყო. ბოლოში რომ გავაკეთე, ნახოთ კიდე უფრო კარგი იქნება. წინ კიდე ბევრი გარჩევა. წარმატებები, ყველაფერი კარგი. ასევე. გსურვებ და აი 5 წლის მერე რო ჩამოთვალე, გისურვებ რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყოს ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში. კი, შენც ასევე იგივეს გისურვებ წარმატებებს ყველა სფეროში, სადაც ხარ, კიდე თუ რამე რო შეიძლება ახალი იდეაც მოგივიდეს იმ 5 წელში არ იცი რა ხდება. იქაც აღწევენ ყველგან. და გჯეროდეს საკუთარი თავის, რაც ყველაზე მთავარია. აი, აბა. კარგად.